მდიადი მითები. დოკუმენტური სერიალის ავტორი ფრანსუა ბუნელი. ტარტაროსი. დედამიწაზე წყეულნი. რეჟისორები ალექსანდრა ვიიო-ბოფისი და სილვენ ბერჟერი. ტარტაროსი. ქვესკნელის უბნელესი ადგილი, შავეთი, დაწყევლილ სულთა სამყოფი, დაცემული ღმერთების, განდევნილი გმირების და დიდ დამნაშავეთა საპყრობილე. თუმცა ვიდრე წყვდიადად გადაიქცეოდა, ტარტაროსი ღმერთი გახლდათ. პირველყოფილი ღვთაება, ქაოსისგან შობილი. დაბადებისას, გეამ დედამიწამ, ტარტაროსი ყველაზე ღრმა ადგილას ჩააგდო და ის მიუწვდომელ ადგილად აქცია, საიდანაც ვერც ერთი სული უკან ვეღარ დაბრუნდებოდა. ამ სამფლობელოს საიქიოს მეუფე ჰადესი მართავდა. ტარტაროსში დატყვევებული იყო ყველა, ვინც ზევსის რისხვა დაიმსახურა. ტუსახთა ირგვლივ ბრინჯაოს სამმაგი კედელი იყო აღმართული, არანაირი გასასვლელი. ყველა იმედი დაკარგულია. ტარტაროსი იმდენად ღრმა, რომ დედამიწიდან ჩაგდებულ კოჭს 9 დღე სჭირდება, სანამ ძირს მიაღწევს. გოგირდის საბურველის სიღრმიდან დაწყევლილთა კივილი ისმოდა. იქ იყვნენ ურანოსისა და გეას ვაჟები, ტიტანები, ზევსისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დასჯილნი. იქვე ახლოს გიგანტები. მათ სჯეროდათ, რომ უზარმაზარი სხეული უძლეველს ხდიდა, ამიტომ გაბედეს ოლიმპოს მბრძანებლისთვის ომი გამოეცხადებინათ და საბოლოოდ დამარცხდნენ. თუმცა ტარტაროსში მხოლოდ ტიტანები და გიგანტები არ იტანჯებოდნენ. იქ იყვნენ მოკვდავნიც, ლეგენდარული ადამიანები, რომელთაც ამ პარტავნობის წყალობით თავი ღმერთებზე ძლიერებად წარმოედგინათ. მათგან ყველაზე ცნობილი გახლდათ სიზიფე. სიზიფე, ღმერთ ეოლოსის, ქარების მბრძანებლის ვაჟი. 7 პლეადიდან ერთ-ერთზე მეროპეზე იყო დაქორწინებული და იმ გრძელი გამჭრიახი გვარის ხაზს ეკუთვნოდა, რომელიც მუდამ პოულობდა ახალ გზებს თანამოძმეებისა და ღმერთების მოსატყუებლად. კორინთოს დამაარსებელმა სიზიფემ მოახერხა თავის ქალაქში ვაჭრობისა და ნაოსნობის განვითარება. ამის მიუხედავად არეულობების გამო ქვეშევრდომები მას არასანდო ლიდერად მიიჩნევდნენ. მრავალრიცხოვან საგანძურს შორის სიზიფე საქონლის დიდებული ჯოგითაც იწონებდა თავს. ეს ჯოგი არაფრით ჩამოუვარდებოდა მეზობელი ღმერთის, ჰერმესის ვაჟის, ავტოლიკეს ჯოგს. ავტოლიკე დახელოვნებული ქურდი იყო. მამისგან მიღებული ძალის წყალობით შეეძლო გარდაექმნა ნებისმიერი ცხოველი, რომელსაც იპარავდა. რომელიმესთვის რქები მიეცა, თეთრი პირუტყვი გაეშავებინა, შავი გაეთეთრებინა. დროთა განმავლობაში სიზიფემ უცნაური რამ შენიშნა. მისი ჯოგი მცირდებოდა, ავტოლიკესი კი იზრდებოდა. სიზიფემ ავტოლიკეს ჩვევა იცოდა, დარწმუნებული იყო, რომ ისპარავდა. ამიტომ ქურდის დასაჭერად ერთი ხრიკი მოიფიქრა.
ერთ ღამეს ავტოლიკემ კიდევ 10 პირუტყვი მოიპარა. მაგრამ არ იცოდა, რომ სიზიფეს მახეში გაება. გამთენი ისა სიზიფე ავტოლიკესთან მივიდა და ქურდობაში დაადანაშაულა. ავტოლიკემ ეს კატეგორიულად უარყო. სიზიფემ თავის ხალხს უბრძანა ავტოლიკეს ჯოგი შეემოწმებინათ. მათ ადვილად ამოიცნეს დაკარგული პირუტყვი, რადგან თითოეულ ჩლიქზე ამოკვეთილი იყო სიტყვები ავტოლიკეს მოპარული. ეს მოხდა ავტოლიკეს ქალიშვილის ანტიკლეას ქორწინების წინადღეს. ის ითაკას მეფე ლაერტზე უნდა დაქორწინებულიყო. სიზიფემ შურისძიების გზაც იპოვა. ქურდის დასასჯელად თავისი ხალხი დატოვა. თვითონ კი საბრალო ანტიკლეას სახლში შეიჭრა და გააუპატიურა. გარკვეული დროის შემდეგ დაიბადა ბავშვი. მას ოდისევსი დაარქვეს. მაგრამ ვინ იყო მისი მამა, ლაერტე თუ სიზიფე? ოდისევსმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ისეთივე გამჭრიახი იყო, როგორც სიზიფე და მოგზაურობისას უამრავი დაბრკოლება გადალახა. თუმცა ერთი ინციდენტის გამო სიზიფეს სამუდამო წყევლა დაედო. ზევსს მაცთური ღმერთის სახელი ჰქონდა. ქალღმერთი იქნებოდა თუ მოკვდავი, ნებისმიერი ქალი, რომელიც ზევსის გზაზე ჩნდებოდა, საბოლოოდ მის მკლავებში აღმოჩნდებოდა ხოლმე. როდესაც მან ეგინა ნახა მდინარის ღმერთ ასოპოსის მშვენიერი ქალიშვილი, გადაწყვიტა ხელში ჩაეგდო. არწივად ქცეულმა ზევსმა ეგინა გაიტაცა და ეგეოსის ზღვაში ჩაკარგულ კუნძულზე დაიმალა. ქალიშვილის საპოვნელად ასოპოსმა მთელი საბერძნეთი მოიარა. ისიც იყო ასოპესი დამარცხებას შეურიგდა, რომ სიზიფემ თავისი ციხესიმაგრის ზემოთა კოშკიდან ჩამოსძახა. კოშკი საგანგებოდ იყო აგებული, რომ მოგზაურთა მიმოსვლა დაენახა და შემდეგ გაეძარცვა. სიზიფემ თავისი კოშკიდან ზევსის ქმედება ციხილა. ამიტომ დასევდიანებულ მამას გარიგება შესთავაზა. წყარო გამტაცებლის სახელის განდობის სანაცვლოდ. მარადიული წყარო სიზიფეს კორინთოს უნაყოფო მიწების მორწყვის საშუალებას მისცემდა. ასოპესი დათანხმდა და სიზიფეს სურვილი დაუყოვნებლივ შეუსრულა. შემდეგ სიზიფემ ყველას გამოუცხადა, რომ ქალი ზევსმა გაიტაცა. ეს ამბავი ზევსს არ გამორჩენია. ჯერ ანტიკლეას გაუპატიურება და ახლა ეს ბრალდება. ეს იყო ღმერთის შეურაცხყოფა, რასაც იგი ვერ მოითმენდა. მან სიზიფეს ყველაზე საშინელი სტუმარი, სიკვდილის ღმერთი თანატოსი მიუგზავნა. ცბიერმა სიზიფემ მისი გაცურება მოახერხა და ყალბი არგუმენტებით დაიყოლია. ისიც კი შეძლო, რომ თანატოსი თავისი ციხე-კოშკის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა საკანში გამოემწყდია. ჯოჯოხეთს სულები აღარ ემატებოდა, რადგან სიკვდილი ახლა უკვე პატიმარი ვეღარ ახერხებდა ყოველდღიურად მსხვერპლთა მიღებას. საშინელი ტრაგედია ახლოვდებოდა. თუ ზომები არ იქნებოდა მიღებული, დედამიწა ადამიანებით გაივსებოდა და მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ადგილი აღარ დარჩებოდა.
რამე უნდა მოეფიქრებინათ, თანაც სასწრაფოდ. ზევსი დაუნდობელი იყო. მან სიზიფეს ტარტაროსში მარადიული ტანჯვა მიუსაჯა. თუმცა სიზიფეს კიდევ ერთი ხრიკი ჰქონდა მოფიქრებული. სანამ ზევსს დაემორჩილებოდა და ჯოჯოხეთში ჩავიდოდა, ცოლს მეროპეს დაუბარა, ცხედარი არ დაეკრძალა და რიტუალურ შესაწირზეც უარი ეთქვა. გაოცებული მეროპე დათანხმდა. ჯოჯოხეთში მოხვედრის შემდეგ მსჯავრდებული პატიმარი ქვესკნელის დედოფალთან, პერსეფონესთან მივიდა. შეწუხებულმა განუცხადა, რომ დაუკრძალავი აქ არ უნდა ყოფილიყო და სტიქსის მეორე ნაპირზე უნდა დაეტოვებინათ. ცრემლმორეულმა დაამატა, რომ მისმა ცოლმა უპატიებელი უღმერთობა გამოიჩინა. მართალია ზევსის სასჯელი დაიმსახურა, მაინც დედამიწაზე დაბრუნების ნებართვა ითხოვა, რათა საკუთარი დაკრძალვა მოემზადებინა და დაესაჯა ქალი, რომელმაც თავისი მოვალეობა არ შეასრულა. დედოფალს აღუთქვა, რომ დაბრუნდებოდა, როგორც კი რიტუალი შესრულდებოდა. პერსეფონე იმ პირობით დათანხმდა, რომ სიზიფე 3 დღეში უკან დაბრუნდებოდა. სიზიფე ისევ ზემოთ სინათლისკენ გაემართა და ბუნებრივია პირობა დაარღვია. გაღიზიანებულმა ზევსმა ამჯერად სიზიფეს სიცოცხლეს დაუფიქრებლად გამოასალმა და უყოყმანოდ ტარტაროსის სიღრმეში გაგზავნა. მისთვის განსაკუთრებული სასჯელიც კი მოიფიქრა. სიზიფეს უზარმაზარი ლოდი მწვერვალზე უნდა აეგორებინა. დავალება არც ისე საშიში ჩანდა. თუმცა ამის გამეორება უსასრულოდ უწევდა. ამ აბსურდულმა დავალებამ ხალხის ფანტაზია იმდენად დაიპყრო, რომ სიზიფეს შრომა ადამიანური ტანჯვის სიმბოლოდ იქცა. ტარტაროსში თავის ქვას დაყრნობილ სიზიფეს შეეძლო შვება ეგრძნო, თუ ეცოდინებოდა, რომ ის მარტო არ იყო. ქვესკნელში ბევრ ნაცნობს შეხვდა. ატლანტს, რომელიც იძულებული იყო მთელი სამყაროს საყრდენის როლი შეესრულებინა. შეხვდა ენკელადეს და იქსიონს. ასევე ბევრ სხვას, რომელთა სახელებიც უკვე დავიწყებული ჰქონდა. ერთ დღესაც ახალი პატიმარი გამოჩნდა. ის არც ისე შორს, გორაკის მეორე მხარეს, ტბასთან წაიყვანეს. სიზიფემ იცოდა, რომ ეს კაცი ფრაგიის მეფე გახლდათ, ტანტალოსი. ტანტალოსი ზევსისა და ნიმფა პლუტოს ვაჟი იყო. ის ღმერთ პაქტოლუსის ქალიშვილზე დაქორწინდა. პაქტოლუსი ერთდროულად ღმერთიც იყო და მდინარეც, სავსე ოქროს მონეტებით იმ დღიდან, როდესაც მეფე მიდასმა იქ შეცურა. ტანტალოსს ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ გმირი გამხდარიყო, ინტელექტი, გამბედაობა და განსაკუთრებით მამის ზევსის მფარველობა. მას ოლიმპოს მთაზე ნადიმებში მონაწილეობის იშვიათი პრივილეგიაც კი მიენიჭა. ზევსმა მას ფრაგიის მეფობა უბოძა, ძალაუფლებამ კი თავბრუ დაახვია.
ტანტალოსმა ღმერთების სტუმართმოყვარეობას უღალატა. ერთ დღეს მაგიდასთან ნადიმის შემდეგ, როცა არავინ უყურებდა, გაბედა და მოიპარა ის, რაც ღმერთების ხელშეუხებელი საკუთრება იყო. ნექტარი და ამბროსია, უკვდავთა საკვები და სასმელი. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კი მოკვდავ ადამიანებს ამ საზრდოთით კბობის უფლება მისცა. თითქოს ეს საქციელი საკმარისი არ აღმოჩნდა, უარესი ჯერ კიდევ წინ იყო. მან ოლიმპოს 12 ღმერთი თავის სასახლეში ნადიმზე მიიწვია. მაგრამ სანამ მისი სტუმრები მოთავსდებოდნენ, ტანტალოსი მიხვდა, რომ მათთვის საკმარისი საკვები არ ჰქონდა. სიმართლის აღიარების ნაცვლად ღმერთების მოტყუება არჩია, თანაც ყველაზე ცუდი გზით. თავისი ვაჟი პელოპი მოიხმო. სასახლის სამზარეულოში შეიყვანა, სადაც ვერავინ ხედავდა და იქ დაახრჩო. შემდეგ შვილის ხორცი ნაჭრებად დაჭრა და ღმერთებისთვის მომზადებულ საკვებს შეურია. როგორც კი ღმერთებმა კერძი გასინჯეს, შეძრწუნდნენ. ყველამ იგრძნო ადამიანის ხორცის გემო. ყველამ გარდა ქალღმერთ დემეტრასი. ქალიშვილ პერსეფონეს სიკვდილით გონება გაფანტულმა, უნებლიეთ პელოპის მხრის ნაჭერი შეჭამა. განრისხებულმა ზევსმა ბრძანა ტანტალოსი ჯოჯოხეთში ჩაეგდოთ. მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. მეორე დღეს მან გადაწყვიტა, რომ მკვლელი და ღვთისმგმობელი ტარტაროსის სიღრმეში მდებარე ტბის ნაპირზე გადაეყვანათ. აი ისიც, ტანტალოსი, მეფე და ჩამოგდებული ნახევარღმერთი. ის განწირულია შიმშილისა და წყურვილისთვის. სამარად ჯამოთ. მის მარჯვნივ მდინარის ნაპირზე ხეს ხილი ესხა. ლამაზი, მბზინავი, წვნიანი მსხალი. მის გარშემო კი კისრამდე გრილი ანკარა წყალი მოედინებოდა. მაგრამ როდესაც ტანტალოსი დასალევად წინ იხრებოდა, წყალი იწრიტებოდა და მხოლოდ შავი ნალექი რჩებოდა. თუ ცდილობდა მსხლის მოწყვეტას, უესრად დამოვარდნილი ქარი ამის საშუალებას არ აძლევდა. ზევსი ოლიმპოდან აკვირდებოდა თავის ვაჟს, რომელიც არ იყო ღირსი ღმერთობის, არ იყო ღირსი მეფობის, არ იყო ღირსი ადამიანობისაც კი. ტანტალოსი, რომელიც სამუდამოდ შიმშილისა და წყურვილისთვის იყო განწირული, მაგალითი უნდა გამხდარიყო მათთვის, ვინც მსგავსი დანაშაულის ჩადენას დააპირებდა. ზევსი სასჯელის გამოტანისას დაუნდობელი იყო, თუმცა დიდსულოვნების უნარიც გააჩნდა. მას შემდეგ, რაც საბრალო პელოპის გაცოცხლება გადაწყვიტა, ჰერმესს ბავშვის სხეულის დაჭრილი ნაწილების შეგროვება და ჯადოსნურ ქვაბში მოთავსება დაავალა. ამგვარად, დაქუცმაცებული სხეულის თითოეულ ნაწილს სულიშთა ებერებოდა. ღმერთების მეფემ შემდეგ კლოთო გამოიძახა. ბედისწერის სასიცოცხლის ძაფებს წნავენ და წყვეტენ. ზევსმა ხმაწვილის სხეულის აღდგენის დავალება მისცა. კლოთოს თითქმის დასრულებული ჰქონდა საქმე, როდესაც მიხვდა, რომ სხეულის ერთი ნაწილი აკლდა.
დემეტრას მიერ შემთხვევით შეჭმული მხარი. ამიტომ ქალღმერთმა სპილოს ძვლისგან შექმნა მხრის ძვალი და სიცოცხლეში დაბერა. იმ დღიდან პელოპის ყველა შთამომავალს მხარზე თეთრი ლაქა ექნებოდა. მოშორებით კიდევ ერთი დამნაშავე ეძებდა შენდობას. სახელად იქსიონი. იქსიონისთვის ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც თესალიის მეფის დეიონევსის ქალიშვილზე დაქორწინება გადაწყვიტა. მამის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად იქსიონი შეპირდა, რომ ახალგაზრდა ქალს გასაოცარ საჩუქრებს მიუძღვნიდა. დეიონევსმა მისი წინადადება მიიღო და ქორწილით შედგა. მეორე დღეს დეიონევსმა ქალიშვილისთვის დაპირებული საჩუქრები მოითხოვა. არაფერი იქნება, უპასუხა იქსიონმა და ამ რეზით მიანიშნა, რომ გადაიფიქრა. ორ კაცს შორის უთანხმოება წარმოიქმნა. დეიონევსი იქსიონს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. შეშინებულმა იქსიონმა სიმამრის შერიგების ნადიმზე მიიწვია. დეიონევსმა მიიღო მიპატიჟება. იქსიონს სასახლეში ეწვია. მასპინძელი თავაზიანად შეხვდა და შემდეგ იმ ოთახისკენ გაუძღვა, სადაც სუფრა იყო გაშლილი. მაგრამ როდესაც ისინი შეშისა და ნაკვერჭხლის საკირეს მიუახლოვდნენ, იქსიონმა სიმამრს ხელი ჰკრა, რის შედეგადაც დეიონევსი გავარვარებულ ნაკვერჭხალში ჩავარდა. როდესაც ამ ამაზრზენი დანაშაულის შესახებ ოლიმპოს მთაზე შეიტყვეს, აღმოჩნდა, რომ არც ერთი ღვთაება არ იყო მზად იქსიონის განწმენდისთვის, არავინ გარდა ზევსისა. მან არა მხოლოდ შეიბრალა დამნაშავე, არამედ განწმინდა და თავის მაგიდასთანაც მიიწვია. იქსიონს ამ კეთილშობილური ჟესტისთვის წესით ზევსის მიმართ მადლიერება უნდა გამოეხატა. თუმცა პირიქით მოხდა. სუფრასთან უმადურად იქცეოდა და ზევსის ცოლის, ჰერას მიმართ ვნებასაც არ მალავდა. ამჯერად იქსიონმა ზღვარს გადააბიჯა. ზევსმა ჰერას ფორმის ღრუბელი შექმნა და იქსიონს მიგვარა. ვნებით გაბრუებულმა იქსიონმა ვერ გააცნობიერა, რომ ილუზიაში იმყოფებოდა და მხოლოდ ჰერას ორეულს ეხვეოდა. იქსიონმა კოცნით აავსო სასურველი ქალი და შემდეგ ძალით დაეუფლა. ამ კავშირის შედეგად დაიბადა ჰიბრიდული არსება, ნახევრად ადამიანი, ნახევრად ცხენი. მას კენტავრი დაარქვეს. იქსიონი დარწმუნებული იყო, რომ ოლიმპოს დედოფლის გული მოიგო. თუმცა ზევსმა მის სიხარულს მალევე მოუღო ბოლო. იქსიონი შეიპყრო და ტარტაროსის ფსკერზე ჩააგდო, სადაც ცეცხლოვან ბორბალზე მიაბეს. ბორბალზე, რომელიც მარადიულად სამყაროს აღსასრულამდე იტრიალებს. ის დღესაც ასე ბრუნავს. ტარტაროსის დაწყევლილებს, სიზიფეს, იქსიონსა და ტანტალოსს არ სჯეროდათ, რომ ღმერთები გაბედავდნენ მათ დასჯას.
ამიტომაც ჩაიდინეს ისეთი საზარელი დანაშაულებები, რომელთა შედეგებზეც არ უფიქრიათ. ღმერთები ვერ იტანენ ერთ რამეს, იმ უბრალო მოკვდავებს, რომელთაც თავი უძლეველად მიაჩნიათ.